არქიტექტურა მხოლოდ შენობა არ არის, ეს არის ისტორია, გარემო და მომავლის ხედვა. სწორედ ამ იდეით ერთიანდება წელს მოთხილამური არქიტექტორთა საერთაშორისო ფორუმი SKIA 2026, რომლის მთავარი მხარდამჭერი დეველოპერული კომპანია Zionია. ტრადიცია, რომელსაც საფუძველი გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩაეყარა, დღესაც ინარჩუნებს მთავარ ღირებულებას, არქიტექტურისა და ბუნების ჰარმონიულ თანაცხოვრებას. წლევანდელმა ფორუმმა სტარტი თბილისიდან აიღო. კერამიკულ კომბინატში არქიტექტორებმა ქართული ტრადიციული არქიტექტურა თანამედროვე ხედვასთან დააკავშირეს, კონტექსტი, რომელიც ახლოს არის Zionis პროექტულ ფილოსოფიასთანაც. Zioni ქართულ ებრაული კომპანიაა, რომელიც თავისი პროექტებით ცდილობს ახალი ცხოვრებისა და გამოცდილების შექმნას. თითოეული მისი პროექტი ცდილობს განახორციელოს არა მხოლოდ ფუნქციურად დატვირთული შენობები, არამედ შექმნათ ისეთი არქიტექტურული ნაგებობები, რომელიც საამაყო იქნება ჩვენი ქალაქის მემკვიდრეობისთვის. ყოველი ახალი წამოწყება, რაც ხაზს გაუსვამს არქიტექტურული მიმართულების განვითარებას, სწორედ ამ იდეამ გაგვაერთიანა SKIA-სთან და ამ ღირებულებებმა და მოხარულები ვართ, რომ მისი 59 ღონისძიების თანაპარტნიორები და ორგანიზატორები ვართ და ყოველთვის მზაობა გვაქვს იმისთვის, რომ ესეთი ჯანსაღი ცხოვრების ლაიფსტაილის წახალისებისათვის ყოველ აქტივობაში ვიყოთ აქტიურად ჩართულები. 26 თებერვლიდან SKIA 2026 მესტიაში გადაინაცვლებს სამარტამდე სვანეთი 200-მდე არქიტექტორს იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და რეგიონის ქვეყნებიდან უმასპინძლებს. ფოკუსში იქნება ქალაქმშენებლობის თანამედროვე გამოწვევები და ახალი ესთეტიკის ძიება. ტრადიციულად პროფესიულ დისკუსიებს სპორტული შეჯიბრებაც ერთვის. გიგანტურ სლალომში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორია იასპარეზებს. სპორტი, რომელიც 1977 წლიდან SKIA-ს DNM-ის ნაწილია. წლევანდელი ფორუმის მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო კონკურსია. 12 ნომრიანი საოჯახო სასტუმროს კონცეპტუალური პროექტი სვანეთში. მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის შემთხვევაში გამარჯვებულ იდეას განხორციელების რეალური პერსპექტივა ექნება. წელს ჩვენი შეხვედრები იმის გარდა რომ მრავალი უცხოელი არქიტექტორი ესწრება, იმას თანძდევს არქიტექტურული კონკურსები, რომელიც მესტიაში 12 ბინიანი სასტუმროს დაპროექტებას გულისხმობს. ამის გარდა იმართება დისკუსიები არქიტექტორებს შორის და რა თქმა უნდა ამას ყოველთვის თანძდევს არქიტექტორთა შეჯიბრის სამთო თხილამურებში. წლევანდელ შეხვედრაზე დისტანციურად ჩაერთო იტალიელი დიზაინერი მატეო ნუნზიატი, რომელმაც დეველოპერული კომპანია Zionis ერთ-ერთი პროექტის ინტერიერის დიზაინზე ისაუბრა, სივრცეებზე, რომლებიც მობინადრეებისთვის მშვიდ და ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს. Zioni ყოველთვის ცდილობს მისი საერთაშორისო გამოცდილება გამოიყენოს ქართულ ბაზარზე, სწორედ ამიტომ შერჩეული ყავს ყოველთვის ჩვენი პროექტების განხორციელებისათვის ასევე საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც თავის სფეროში წამყვან კომპანიებს წარმოადგენენ. როცა ტრადიცია გამოცდილებად იქცევა, სპორტი, ენერგია და თანამედროვე არქიტექტურა ხედვად, სწორედ მაშინ იბადება ახალი ხარისხი. SKIA 2026 არ არის მხოლოდ შეხვედრა ან შეჯიბრი. ეს არის სივრცე, სადაც იდეები ყალიბდება, პროფესიული დიალოგი პრაქტიკულ გადაწყვეტილებებად გარდაიქმნება და კონცეფციები რეალურ პროექტებად იზრდება.